რუმინეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ნიკუ შორდანმა ორშაბათს უკვე დადო ფიცი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში აწლეულების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი შემსუბუქდა, დანს წინ უამრავი გამოწვევა ელის. ფიცის დადების შემდეგ მან პირობა დადო, რომ მოაგვარებს რუმინეთის ეკონომიკურ პრობლემებს და საზოგადოებასთან ითანამშრომლებს. რუმინეთის სახელმწიფოს ფუნდამენტური ცვლილებები სჭირდება კანონის უზენაესობის ფარგლებში. მე მოგმართავთ ყველას გააგრძელოთ ურთიერთობა საზოგადოების ყველა ფენასთან, რათა რეფორმების მიზნით შევძლოთ პოზიტიური ზეწოლა რუმინეთის სახელმწიფო ინსტიტუტებზე. მე პირობას გაძლევთ, რომ ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც მზად იქნება მოისმინოს საზოგადოების ხმა და ითანამშრომლოს მასთან. ბუქარესტის ყოფილმა მერმა გაუქმებული არჩევნების შემდეგ ჩატარებული დაძაბული კენჭისყრის მეორე ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატი ჯორჯე სიმიონი დაამარცხა. დამკვირვებლებს მიაჩნიათ, რომ არჩევნების შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა იმისთვის, რომ რუმინეთი დარჩენილიყო დასავლურ ალიანსებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეზობელ უკრაინაში ომი გრძელდება. წინა საარჩევნო კამპანიის დროს დანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გააგრძელებს ურთიერთობის გაღრმავებას ევროპასთან, მხარს დაუჭერს უკრაინას და გაატარებს ფისკალურ რეფორმებს.